2021 წლის მასწავლებლთა სერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში პირველი ვარიანტი ამოცანა ნომერი 32. შევსაბამეთ ციფრებით დანომრილ ფიზიკურ სიდიდეებს ასოებით დანომრილი განზომილებები, რომლებიც გამოსახულია C-სისტემის ძირითადი ერთეულებით. პასუხების ფურცლზე ცხრილი სათანადო უჯრედებში დასვით ნიშანი X. ხო, პირველი ეს არის მაგნიტური ველის ინდუქცია. ხო, თუ დავითვალისწინებთ, რომ F-ი ამ შემთხვევაში ტოლი არის B-I L-ის, აქედან მაგნიტური ველის ინდუქციისთვის გვექნება, რომ B უდრის F-ის ფარდობა L-თან, საიდანაც F-ი არის M-ა შეფარდებული L-თან, შესაბამისად, აქედან B-ს განზომილებისთვის C-ში მივიღებთ, რომ ტოლია, M-ის განზომილება კილოგრამი, გამრავლებული აჩქარების განზომილებაზე მეტრ წამ კვადრატთან, შეფარდებული ის განზომილება, დენის ძალის განზომილება ამპერი, გამრავლებული L-ის განზომილება მეტრი, ეს ტოლი იქნება მეტრები შევეკვეცება, კილოგრამი შეფარდებული ამპერ წამ კვადრატთან. ანუ პირველ შემთხვევაში შეგვიძლია დავწეროთ, მოდით ამ გადავხაზოთ, რომლებსაც გავაკეთებთ. პირველის პასუხი ყოფილა D. პირველის პასუხია D. ახლა გადავიდეთ B-ზე. B-ში გვაინტერესებს მაგნიტური ნაკადი. მაგნიტური ნაკადისთვის რა შეგვიძლია, რომელი ფორმულა შეგვიძლია გამოვიყენოთ? მაგალითად შეგვიძლია გამოვიყენოთ F-ი ტოლი არის BS-ის, მაგალითად ეს ფორმულა შეგვიძლია გამოვიყენოთ, უფრო მოსახერხებელი იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ B-ს განზომილება უკვე ჩვენ ნაპოვნი გვაქვს, შესაბამისად, აქედან რა გამოგივა ჩვენ, რომ F-ის განზომილება C-ში, ტოლი იქნება B-ს განზომილება, რომელიც ვიპოვეთ კილოგრამი შეფარდებული ამპერი წამ კვადრატთან, გამრავლდება ის განზომილებასთან, რომელიც მეტრ კვადრატია, მეტრ კვადრატთან, შესაბამისად ეს ტოლი იქნება კილოგრამი გამრავლებული მეტრ კვადრატზე შეფარდებული ამპერი გამრავლებული წამ კვადრატთან. ანუ რა გამოგდის ჩვენ მეორესთვის პასუხი გამოგდის, რომ სწორი არის კილოგრამი მეტრ კვადრატი, აი A არის სწორი პასუხი მეორეში. ახლა გადავიდეთ მესამეზე, მესამეში გვაინტერესებს ინდუქციურობა. მესამესთვის იყო მეორე. მესამეში რომელი ფორმულა შეიძლება გამოვიყენოთ? ხო, მესამესთვის F-ი ტოლი არის L-ი გამრავლებული I-ზე. მაგნიტური ნაკადი კოჭაში ტოლი არის ინდუქტიურობა გამრავლებული დენის ძალაზე. აქედან ინდუქტიურობისთვის L-ი ტოლი იქნება F-ის ფარდობა I-სთან. F-ის განზომილება ზემოთ გვაქვს ნაპოვნი, შესაბამისად L-ის განზომილებისთვის C-ში მივიღებთ კილოგრამი გამრავლებული მეტრ კვადრატი შეფარდებული ამპერი წამ კვადრატზე. კიდევ უნდა გავყოთ დენის განზომილებაზე, ან გავამრავლოთ ერთ შეფარდებული ამპერთან. მოდი აქვე დავწეროთ, ესე იგი ეს A კვადრატი დაგვიჯდება. ანუ მესამეში სწორი პასუხი გამოგდის V. კი ბატონო, V არის სწორი პასუხი მესამეში, V. ახლა გადავიდეთ მეოთხეზე. მეოთხეში გვაინტერესებს ელექტროტევადობა. ხო, ელექტროტევადობის განმარტებიდან ელექტროტევადობა ტოლია უხდის ფარდობა საბოსთან. ეს ტოლი იქნება მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ ჩვენ დენის ძალის განმარტებიდან დენის ძალა უდრის Q-ს ფარდობა T-სთან, აქედან Q ტოლი არის IT-ი. თუ შევიტანთ ამ გამოსახულებაში, მივიღებთ, რომ ეს ტოლი იქნება IT შეფარდებული ძაბასთან, რომელიც თავისუფლად განიმარტება როგორც ერთეულოვანი ფუნქცია შესრულებული მუშაობა, ანუ მუშაობის ფარდობა Q-სთან. ეს ტოლი იქნება Q IT-ი შეფარდებული მუშაობასთან. ახლა Q თავისუფლად IT არის, კიდე IT-ზე რო გამრავლდება, IT კვადრატს მოგცემს ზემოთ. და მუშაობა კიდე მუშაობისთვის გვაქვს F-ის გამრავლებული გადაადგილებაზე, მოდი გადაადგილება L-ით ავნიშნოთ. შესაბამისად აქედან ჩვენ რას მივიღებთ? მივიღებთ, რომ C-ს განზომილება C-ში ტოლი ყოფილა IT კვადრატისთვის ის ამპერი კვადრატი, ესე იგი გამრავლებული წამ კვადრატზე შეფარდებული F-ი არის თავისუფლად, F-ი არის M-ა, ანუ კილოგრამი გამრავლებული მეტრი წამ კვადრატთან, გამრავლებული კიდე მეტრზე, საიდანაც მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის ამპერი, ეს წამ კვადრატი ზემოთავა, გამრავლებული წამ კვადრატზე შეფარდებული კილოგრამი გამრავლებული მეტრ კვადრატთან. ეს კი არის პასუხი აქ წამ მეოთხე, იმიტომ რომ წამ კვადრატი ზემოთავითა. ეს კი არის პასუხი A, მეოთხის A იქნება სწორი პასუხი მეოთხეში. ახლა გადავიდეთ მეხუთეზე, მეხუთეში გვაქვს მეხუთე ეფსილონური ელექტრული მუდმივა.
ხო, თუ დავითვალისწინებთ K ელექტროსტატიკური მუდმივად ε0 შემდეგი სახით არის ერთმანეთთან დაკავშირებული. აქედან ε0-ისთვის მივიღებთ, რომ ტოლი არის 1 შეფარდებული 4 π K-სთან. და მოდით ახლა K-ს განზომილება ვიპოვოთ და მაგის იმის შებრუნებული იქნება ε0. ნუ K-სთვის ახლა კოლონური ძალიდან F-ი თუ გავითვალისწინებთ ტოლია K Q კვადრატი შეფარდებული R კვადრატთან, აქედან K-სთვის რას მივიღებთ? K ესე იგი უდრის F-ი R კვადრატი Q კვადრატთან, ეს ტოლი იქნება F-ი არის m R კვადრატთან, ფარდობა Q ხო ვიცით რომ IT არის IT კვადრატთან. და აქედან K-ს განზომილებისთვის მივიღებთ შემდეგს C-ში. M-ის განზომილება კილოგრამი, გამრავლებული 100 განზომილება მეტრი წამ კვადრატთან, გამრავლებული მეტრ კვადრატზე. ეს შეფარდებული ამპერ კვადრატ წამ კვადრატთან. და რას მივიღებთ საბოლოოდ? წამ კვადრატი ქვემოთ ჩავა, ესე იგი გვექნება დაგვრჩება ჩვენ კილოგრამი გამრავლებული მეტრ კუბზე, შეფარდებული ამპერ კვადრატ წამ მეოთხე. ნუ საიდანაც როგორც ვქნებს ნული, ამის შებრუნებული განზომილება იქნება შესაბამისად ε0 განზომილებისთვის მივიღებთ C-ში რომ ტოლი არის ამის შებრუნებულს თუ დავწერთ ამპერ კვადრატი გამრავლებული წამ მეოთხეზე შეფარდებული კილოგრამი მეტრ კუბთან. ნახოთ რომელია ეს პასუხი. ეს პასუხი როგორც ვატყობთ არის B. მეოთხის B. მეხუთის B უბრალოდ მეხუთის B გვექნება. და რაც შეეხება ახლა მე-6-ს, მეტი აქ ჩავწერთ მე-6-ს, ელექტრული ძაბვა გაინტერესებს. ხო, ნუ ძაბვის ფორმულიდან წერა როგორც ნახეთ, ძაბვა ტოლი იყო ერთდროულად მოხდა შესრულებული მუშაობის, ეს ტოლი იქნება მუშაობა არის F-ის ნამრავლი L-ზე, გადაადგილებაზე შეფარდებული IT-სთან. თავისთავად ეს ტოლი იქნება M-A-L-ის ფარდობა IT-ზე. ნუ საიდანაც განზომილებას თუ დავწერთ, მოდით განზომილებები დავწეროთ. ეს ტოლი იქნება M-ის განზომილება არის კილოგრამი გამრავლებული მეტრი წამ კვადრატთან, გამრავლებული კიდე მეტრზე, უნდა შევაფარდოთ ამპერ წამთან. ეს კი საბოლოოდ რას მივიღებთ? მივიღებთ შემდეგს, ესე იგი ეს ტოლი იქნება კილოგრამი გამრავლებული მეტრ კვადრატზე, შეფარდებული ამპერი გამრავლებული წამ კუბზე. კილოგრამი მეტრ კვადრატზე, ამპერი წამ კუბზე. კი ბატონო, G არის სწორი პასუხი მე-6-ში. ესე იგი მე-6 სწორი პასუხი ყოფილა G.